მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი აღწერის ჩაწერის დრო მოვიდა, ასე რომ ამ სანახაობას ვერ გამოტოვებ მის გარეშე. მოკლედ, პირველ ყოვლისა მოგესალმებით. გარემო ისეთია, რომ ალბათ მიხვდებით, რომელი ფილმის აღწერაც უნდა ჩაწერო. რა თქმა უნდა, ალფრედ ჰიჩკოკის Rear Window. ასევე დიდი ცოდვა იქნებოდა ეს მთელი აღჭურვილობა არჩევიდან. ამ ფილმის ასახწერად ეზოში გამოვალი ფანჯარი. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ბევრს ექნება ნანახი ამ შემდგომის ფილმზე, იმიტომაც ვიღებ სწორედ, რომ უკვე თავი მალე ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში მეგონება. ძალიან არ მომწონს, მინდა ვთქვა, ესეთი ცვლილებები. Dubai არ ვართ ჩვენ და თბილისისთვის ზედმეტია, მაგრამ მე ვინ მეკითხება, აბა სამწუხარო არა თბილისელებს არ ეკითხებიან. და ისიც ყვეტენ ყველაფერს, მოკლედ, არ გადავალ ზედმეტებში. ხო და დავიწყებ ჩვენი ფილმის აღწერით. ჯეფრის შესახებ არის ეს ისტორია, რომელიც გადაწყვეტს რომ საქმრობისგან, რადგან ფეხი აქვს მოტეხილი და საქმე არ აქვს მეტი საკეთებელი, დაიწყოს თავის მეზობლების თვალთვალი. უბრალოდ ეს ცნობის მოყვარეობიდან უფრო ხდება, ვიდრე იმიტომ რომ ჭორიკნობა. აქვს ადგილი. და ძალიან არ მიყვარს, მინდა ვთქვა. ზოგადად ეს ფილმი ცხადყოფს ადამიანის ცნობის მოყვარეობას. კიდე არ იყო ჭორიკანა, მაინც რაღაც ყოველთვის დაგაინტერესებს, რა თქმა უნდა, ზედმეტად არასდროს არ ჩაეხედები არა ეს ისტორიაში, რაც შენ თვითონ წარგსურს, მაგრამ ცნობის მოყვარე რომ ხარ ადამიანის ცხადზე ცხადია. ჭორიკნობის ხაზგასმა აი უკვე სტელას პერსონაჟია ტელმა ριტერის მიერ შესრულებული და ხშირად მახსენებს აი ჩემი წინაპრების მეგობრებს. პრობლემები ზედმეტად ბორჯოროდნენ. ლიზა გრეისკელის მიერ შესრულებული კიდევ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. მისი ჩაცმულობა განმეორებელია ამ ფილმში. ერთ-ერთი განმეორებელი, რა თქმა უნდა, სხვა ფილმებშიც, მაგრამ ამ ფილმში ერთ-ერთი განმეორებელი მის გარდაყოფს მართლა სიამოვნებით უგანიერი. შემდეგ ძალიან მომწონს უკანა ფონზე რაც ხდება. დარწმუნებული ვარ, ბევრს ეს არ აღუნიშნია ამ ფილმის აღწერის დროს. უკანა ფონზე I Miss Lonely Hearts the Songwriter-ის ისტორია, მარტოსული გულის და სიმღერის წერლის ისტორია ძალიან გულზე მომხდა და ძალიან კარგი არის აღნიშნული. ჩემი აზრით, აი მონჯერ კინოს გაიგივებას გვაძლევს და ძალიან საინტერესო ფენომენი ვუყურებთ, თუ კი არ ვართ გაცნობილი ამ მონჯერ ფილმებს, მათი ისტორია უკანა ფონზე რაც ხდება ძალიან საინტერესოა. ჩემი წეს Murder Case-ზე მეტად, რომელიც ამ ფილმში ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ნანახი გაქვთ ყველას. რა თქმა უნდა, ჰიჩკოკი ძაღლების უფლების მკვლევარად იცავდა ამ ფილმში რაც ხდება და ეს ძაღლის ამბავზე მონოლოგი ძალიან არასასიამოვნოა, პირადად ჩემთვის როგორც ცხოველების უფლების დამცველისთვის, მაგრამ რასაც ერთ ფილმში მაინც გაებარა ესეთი ესთეტიკა. შემდეგ ძალიან საინტერესოდ ვითარდება და დასასრულის ცინიზმი მიყვარს კიდევ ამ ფილმში ძალიან. რა თქმა უნდა, ჰიჩკოკს თავის ხელს ვერ დაუკარგავთ ერთ მოქმედებაში, რომ ამ პროცესში ერთ ადგილზე რო ხდება ეს მოქმედება, ეს არის ყველაზე დამახასიათებელი მისი ფილმებისთვის, ძალიან ინტროვერტული და ძალიან ფავორიტი რაღაც. და ძალიან მომწონს ასევე მის ფილმებში. ასე რომ თმარ გაქვთ ნანახი, დარწმუნებული ვარ, იქნებათ აგერ მომაკითხავთ რედაქცია აუცილებლად უყურებთ. აბა ბედნიერად და ტრუფოს ფავორიტი ფილმია, ესეც გავიწოდეთ. ჩემთვის ვერტიკალ ფავორიტი, მაგრამ ესეც მიყვარს მაინც.